ადამიანის სხეულს რეგენერაციის დაუჯერებელი უნარი აქვს. თუ ხელი გაგვეჭრა, ძვალი გაგვიტყდა, სხეული ავტომატურად მუშაობს მის შეხორცებაზე. თუმცა ერთ სფეროში პროგრესი უკიდურესად შეზღუდულია. ზურგის ტვინის დაზიანება დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა. ეს ტრავმა მილიონობით ადამიანს უნგრევს ცხოვრებას, ხშირად ტოვებს მათ პარალიზებულს და სამუდამოდ სხვებზე დამოკიდებულს. დღემდე მედიცინაში არ არსებობს მეთოდი, რომელიც დაზიანებულ ზურგის ტვინის ქსოვილს რეალურად აღადგენს. თუმცა შესაძლოა სულ მალე ეს ყველაფერი წარსულში დარჩეს. სამედიცინო სფერო ახლა კიდევ ერთ რევოლუციურ ცვლილებას თვალს ადევნებს. პირველად ისტორიაში მეცნიერები ცდიან ღეროვანი უჯრედების თერაპიას ადამიანებზე, რაც მათ შესაძლოა ზურგის ტვინის დაზიანებისას დაეხმაროს. კლინიკური ტესტირება მაისში ჩინურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია XL Smart Biopharmaceutical-მა დაიწყო. თერაპია სახელწოდებით XS228 ეფუძნება ლაბორატორიულად გამოყვანილ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც მიღებულია ღეროვანი უჯრედებისგან და მიზნად ისახავს დაზიანებული ზურგის ტვინის ქსოვილის აღდგენას. კერძოდ, ეს თერაპია იყენებს ეგრეთ წოდებულ ინდუცირებულ პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებს. ესენი ადამიანის უჯრედები, რომლებიც სპეციალური პროცესით გადაყვანილია ღეროვანი უჯრედის მდგომარეობაში და შემდეგ განვითარებულია ნერვულ უჯრედებად. განსხვავებით პერსონალიზებული ღეროვანი უჯრედების თერაპიისგან XS228 ეფუძნება ჯანმრთელი დონორის უჯრედებს, რაც მას აქცევს დამოუკიდებელ ანუ ფართოდ ხელმისაწვდომ გადაწყვეტად, რომელსაც არ სჭირდება კონკრეტულ პაციენტზე მორგება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ XS228 შემთხვევაში კომპანია ჯანმრთელი დონორებისგან აღებულ უჯრედებს იყენებს, რაც ქმნის off-the-shelf, ანუ ზადა ყველასთვის ხელმისაწვდომ პროდუქტს. განსხვავებით ინდივიდუალურად მოპოვებული და დამზადებული ღეროვანი უჯრედებისგან, რაც დროში და რესურსში ძვირადღირებული პროცესია. ეს ტექნოლოგია ერთგვარი ბიოლოგიური ინჟინერია, რა დროსაც უჯრედები, მაგალითად კანის ან სისხლის სპეციალური ბიოქიმიური მეთოდებით დაბრუნდება ემბრიონულ, ანუ პლურიპოტენტურ მდგომარეობაში, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გადაიქცნენ სხეულის ნებისმიერი ტიპის უჯრედად, მათ შორის ნეირონებად, ანუ ნერვულ უჯრედებად. ადრეულ ცდებში ცხოველებზე ეს ლაბორატორიულად გამოყვანილი ნერვული უჯრედები წარმატებით ინტეგრირდა დაზიანებულ ზურგის ტვინში. მათ მოახერხეს ნერვული კავშირების აღდგენა და მოძრაობის დაბრუნება. ახლა კი მეცნიერები ცდილობენ ანალოგიურ ეფექტს ადამიანის შემთხვევაშიც მიაღწიონ და რაც მთავარია უსაფრთხოდ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩინურ ბიოტექნოლოგიურ კომპანიას უკვე მწვანე შუქი აუნთო ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახურმა. FDA-სგან სრული თანხმობაა კლინიკური ცდის პირველი ფაზის დაწყებაზე, რომლის მიზანია ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული თერაპიის XS228 ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის მქონე პაციენტებში გამოცდა. საცდელ კვლევაში მონაწილეობას დაახლოებით 60 პაციენტი მიიღებს, რომლებიც ახლახან ზურგის ტვინის ტრავმით დაზარალდნენ. ნაწილს მიეწოდება ღეროვანი უჯრედების თერაპია, ნაწილს კი პლაცებო. მომდევნო 6 თვის განმავლობაში მკვლევრები დააკვირდებიან მოძრაობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ასევე თვალყურს ადევნებენ უსაფრთხოების ყველა პარამეტრს. ზურგის ტვინის დაზიანება მსოფლიოში 15 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს და ამჟამინდელი მკურნალობის მეთოდები ვერ უზრუნველყოფს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას. შესაბამისად, ეს კლინიკური ცდა წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს იმ დიდი ხნის ოცნებისკენ, რომ ერთ დღეს პარალიზება აუცილებლად დამარცხდება. მართალია შედეგები მყისიერი არ იქნება და წინ ჯერ კიდევ ბევრი ეტაპია, თუმცა მეცნიერები იმედიანად უყურებენ მომავალს და ფიქრობენ, რომ ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებულმა ამ მიდგომამ შესაძლოა ძირეულად შეცვალოს ზურგის ტვინის დაზიანების მკურნალობის პერსპექტივა და ნევროლოგიურ რეაბილიტაციაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყოს.